ეს ბოლოა და ჩემი საპრეზიდენტო დამრჩა კიდევ წელიწად ნახევარი. ძალიან მინდა რომ ამ წელნახევრის განმავლობაში ისეთ დონეზე მივყვანოთ ეს საქმე, რომ მე უკან დაბრუნება აღარ შეიძლებოდეს. ჩრდილოეთით, არ სამხრეთით და სხვაგან. მას რო კენჭი არ ეყარა 2000 წელს ბაქო ჯეიჰანი არ გამოვიდა. ჩვენ გვესმოდა რომ ის გადაწყვეტილება რომელიც მიიღებული იქნებოდა მოლაპარაკებებზე საუკუნის დასასრულს თავის შედეგს მოიტანდა აწლეულების შემდეგ. ამიტომაც იგი თუ შეიძლება დაკანკალებდა ამ პროექტებს. სტამბოლში ხელი მოეწერა პირველ ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით. გაფორმდა შეთანხმება რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ საქართველოსთან. ესაც ისტორიული მიღწევა იყო. შენ იქნები საქართველოს პრეზიდენტი. აი ამ დარბაზში ხომ აი ამ მაგიდაზე მჯდომი რომელი მინისტრების და რომელი თანამდებობის პირების სახლებია ეს ყველაფერი. ქვეყნის უნაკლო მართვა არ არსებობს. ძალიან თავისებური მოვლენა სახელმწიფო და ხელმძღვანელების ასევე თავისებური ხალხია. მისი ხელისუფლების ძალიან ბევრი ჩინოვნიკი, მილიონერები აღმოჩნდნენ საბოლოო ჯამში ეს იყო. ამა თუ იმ ადამიანს უყურებდა როგორც შესაძლებლობას ესა თუ ის პრობლემა ან საკითხი გადაეწყვიტა. ძალიან ხშირად განსაკუთრებით შემდეგ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ძალიან ბევრ რაღაცაზე რა თქმა უნდა თვალს ხუჭავდა. განსაკუთრებით აი ამ სამართალდამცავ სტრუქტურებში იყო ერთამეობა, გამოძალვა. რეაგირებას არ ახდენდა. არ ახდენდა იცით რატომ? იმ ბევრი რაღაცების ცოდნის გამო, რომელიც ჩვენ არ ვიცით. რაღაცებს ითვალისწინებდა. Самолеты, которые залетели со стороны России, бомбили деревни грузинские. Мы слышим, что жертв нет, то возникает вопрос, что же это такая за бомбардировка. Часть этих международных террористов находится на территории Грузии. Салсахат каргавдит ხეობაზე კონტროლს. 10 წუთშიო მივფრინავო კოდორშიო. ხეობის პირასო დასეს банакио. კბილებამდე შეერაღებულები არიანო. Очень надо решить вопрос. Если потом посмотреть какие-то другие решения на уровне правительства решать. Сейчас надо мирно расстаться. თვითონ დამირეკა რომ თანახმარიან გასვლაზე. უნდა ერთი თხოვნა აქვთ რომ ეს გაკეთდეს დამცირების გარეშე. თვლით თუ არა რომ ეს იყო აგრესია რუსეთის მხრიდან პარლამენტში? Делова. Вы серьезно вас разменяете? თოფის გასროლის საშუალება არ მივეცით. აი ომამდე არ მივიყვანეთ. არ შეწყვეტილა მუშაობა აფხაზეთის დაბრუნების საჭიროს. Не будет самостоятельного абхазского государства. Это противоречит международному праву, и Россия никогда на это не пойдет. აქეთკენ ვატრიალებდით, არა, ის ერგნეთის ბაზრობა იყო, რომელიც ქმნიდა, ასე ვთქვათ, თანამშრომლობის საფუძველს. და პრაქტიკულად საყოფო ცხოვრების დონეზე ქართულ-ოსური კონფლიქტი ამოწურული იყო. ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, ყველაფერი დღეს არ ჩანს მისი შედეგი, მაგრამ მოვა წლები როცა მიხვდებიან. გიგანტური ნაბიჯები დაიწყო სწორედ აი დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრირება საქართველოს. რა არის დემოკრატია? დემოკრატია არის წამალი. ეს არის მკურნალი. იმისათვის რომ შენ დიქტატორი არ გახდე.